მოგესალმებით, ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი 1 თვის ტენდენციები. მოდი ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ, რა მიდის, რა გვტოვებს და რა სიახლეს უნდა ელოდოთ უახლოესი 1 თვის განმავლობაში. ვიდეო იქნება აქტუალური ნახვიდან, არა აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ. წარმოთქვით საკუთარი სახელი და გვარი და მას ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ, ვინ ხართ თქვენ, რა მოდის და რა გვტოვებს უახლოეს 1 თვეში. შეგახსენებთ, რომ ეს საჯაროა და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშასე დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენ? თუ გავაჩერეს ტელეფონი? ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ? ძალიან დიდი манипуляციების მსხვერპლი ხართ სხვათა შორის. აქ არის პარტნიორი манипуляტორი, აქ შესაძლებელია საქმეს უკავშირდებოდეს რაღაცა მოტყუების თვალსაზრისით ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენს ირგვლივ ტრიალებენ ადამიანები, რომლებიც არ არიან გულწრფელები, სხვათა შორის აქ არის დამალული ინფორმაციები, რაც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გამჟღავნდეს, რაც მოგიტანთ ძალიან ისეთი არასახარბიელო განცდების თუ ემოციების ალბათობა არსებობს სამწუხაროდ აი ამ შედეგიდან გამომდინარე. აქ ფიზიკური მდგომარეობასაც მიაქციეთ ყურადღება იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე სერიოზული ქირურგიული ჩარევა. სამომავლოდ ამისთვის მიმართეთ ექიმს თუ კი რაიმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩივილები გაქვთ. შესაძლებელია აი ამ უყურადღებობამ გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადებები და მოგიწიოთ შემდეგ ქირურგიული ჩარევებიც. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ემოციებს, საკუთარ გრძნობებს, საკუთარ სხეულს მოусმინეთ, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა პრობლემატური სცენარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად მისახედია. რაც შეეხება ეხლა პირად ურთიერთობებს, აქ თქვენს გვერდით ვხედავ ადამიანს, სხვათა შორის ეს შეიძლება ასაკით პატარა იყოს, ახალგაზრდა მამაკაცისგან ძალიან სასიამოვნო წინადადება მოდის. უახლოეს პერიოდში 3 დღე შეიძლება იყოს, 3 რიცხვი შეიძლება იყოს შემოძვირფესება, სადღაცას დაკვეთებენ. ეს არის ნათლობა, სუფრა, ქორწილი და ასე შემდეგ. რაღაცა საკმაოდ საინტერესო დღესასწაულზე უნდა მოხდეს, რაც მოგიტანთ ძალიან დიდ და დადებით ემოციებს. კიდევ რა ხდება ამ უახლოესი 1 თვის განმავლობაში? ვის ეომებით პირად ურთიერთობებში ქაოსი. ნახეთ როგორ არის პირადი ურთიერთობებში არის სერიოზული ქაოსი, მაგრამ აუცილებლად დალაგდება ჩემი ძვირფესებო. ერთხელ მithქვამს, რომ ეს ამღვრეული ნაპირი ზუსტად ნიშნავს პრობლემატურ სცენარს პირად ურთიერთობებში, განსაკუთრებით სტაბილურ ურთიერთობებს განვიხილავ, ან ქორწინებას, იმიტომ რომ აქ ერთად ჯდებით. ნახეთ პარტნიორთან, რომელთანაც არის საკმაოდ მძიმე ურთიერთობები და ნახეთ როგორი კონფლიქტური ენერგია მოდის. აქ როგორც ჩანს ძალიან თუ არ იყო მოუფრთხილდით აუცილებლად, იმიტომ რომ ამის ალბათობა არის ჩემო ძვირფესებო, განსაკუთრებით მაისის ბოლომდე. იმიტომ რომ ხუთიანი ფიგურირებს მაინც და მეხუთე თვეა. ნახეთ, ამ შეიძლება უკვე იყო არსებული კონფლიქტია და რეალურად ძალიან მტკივნეულ ტრანსფორმაციას გადიხართ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ან თუ არ იყო, იქნება და ამას მიაქციეთ ყურადღება, არ შეხვიდეთ არავითარ შემთხვევაში კონფლიქტში, იმიტომ რომ კი ბატონო პენტაკლების მეფე მოვიდა, აქ ძალიან გაგიჭირდებათ მე ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ერთი რამე იცოდეთ, თასების დედოფალი ამოდიხართ ძალიან ემოციური, ძალიან გულწრფელი, ძალიან დიდი სიყვარულს ატარებთ, ემოციას ატარებთ, რომელმაც დიდი ტკივილი მოგაყენათ, აი ამ ემოციამ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ რეალურად, რასაც ვუყურებ, ჩემი ძვირფესებო. ამიტომ აქ გადალაგება მოხდება როლების აუცილებლად, ტრანსფორმაცია ცოტა მტკივნეულია, მაგრამ საინტერესო ტრანსფორმაცია იქნება. იქ სადაც არის ეს გაურკვეველი სცენარი, იქნება დალაგება ურთიერთობების, სადაც სტაბილური ურთიერთობები არ ვიძახი ახალ პარტნიორს, მეგობრებო, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოიცავს ურთიერთობა, ანუ არ არის ეს გუშინდელი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. აი ესეთი ადამიანთან სხვათა შორის დალაგება მოგიწევთ სიტუაციის. აქ არის თქვენ აღმოჩნდებით რაღაცა გარკვეული არჩევანის წინაშე, ნახეთ. თქვენს სტაბილურობასა და ემოციებს შორის. შესაძლებელია თქვენს გვერდით არსებობს ადამიანი, რომელიც გთავაზობთ სტაბილურობას და არ იღებთ, იმიტომ რომ მის მიმართ არ არის გარკვეული ემოცია და ნახეთ, ემოციასა და სტაბილურობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ნახეთ, იქ სადაც გთავაზობენ ემოციას, იქ სადაც თქვენ გრძნობთ უბრალოდ სიყვარულს და ემოციას, იქ ვერ ლაგდება სცენარი, მაგრამ არსებობს თქვენს გვერდით ადამიანი, რომელიც სტაბილურობას გთავაზობთ, მაგრამ იქ არ არის გარკვეული ემოცია, რაც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ ორ პარტნიორს შორის თუ ორ სიტუაციას შორის აუცილებლად უახლოეს პერიოდში აღმოჩნდებით არჩევანის წინაშე. ეს შეიძლება იყოს 2 რიცხვიც, 4 რიცხვიც, მიაქციეთ ამ რიცხვებს ყურადღება აუცილებლად.
რეალურად. რაც შეეხება ხა ფინანსებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ტენდენციები მოდის, სხვათა შორის უზარმაზარი რესურსების პერიოდი გეწყებათ. აქ ფინანსები შემოდის მკაფიოდ, თუ სწორად აკონტროლებთ თქვენს რესურსებს, იცოდეთ რომ უდაოდ საინტერესო შემოსავლების პერიოდი დაგიდგებათ. ვიტყოდი რომ უახლოესი 3 პერიოდი, 3 დღე, 3 კვირა, 3 თვის ტენდენცია საკმაოდ გარდამტეხი იქნება ამ თვალსაზრისით, თქვენთვის ფინანსებისა და კარიერის თვალსაზრისით, ვიღაცა სადღაცას გამგზავრებასაც აპირებს, იმიტომ რომ აქ შორ ჰორიზონტებს უყურებთ და რეალურად ან 3 გზა, 3 საზღვარი უნდა გადაკვეთოთ, ან რაღაცა 3 პატარა გზა უნდა შეასრულოთ. ეს ძალიან კარგი იქნება. ბევრ თქვენთაგანი გადაწყვეტავს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, ეს უდაოდ, იმიტომ რომ აქ რაღაცა საკითხი იყო დამდგარი და ნახეთ, მოგიწევთ ამ გზაზე წასვლა, კარგი იქნება, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი რესურსებიც მოაქვს და საინტერესო განვითარებაც მოაქვს. ეს თქვენთვის არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახისთვის, წინსვლისთვის იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი. ვისთანაც ვიტყოდი მოლოდინია ორსულობის აქ არის ამის ალბათობა უახლოეს ერთ თვეში, ჩემო ძვირფესებო, გილოცავთ. ძალიან კარგი იქნება, სხვათა შორის ამაზე დიდი ხანია მუშაობ, შესაძლებელია ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ ამკაფიოდ ხდება ექიმის ჩარევა, ანუ ქირურგიის თვალსაზრისით, ბასრის საგნების, ანუ ექიმის ჩარევა ამ თვალსაზრისით, ვინც მუშაობდით ამ საკითხზე, აუცილებლად შედეგს მიიღებთ, იმიტომ რომ აქ იყო საკმაოდ დიდი რესურსები ჩადებული, დრო, ენერგია, ნერვები, ფინანსები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში შედეგი აუცილებლად დაიდება. კიდევ რა არის ის, რასაც უნდა მოუფრთხილდეთ, ან გაუფრთხილდეთ? საბუთები, ნახეთ, საბუთებთან დაკავშირებით ნებისმიერ შემთხვევაში მიაქციეთ ყველა წერტილ მძიმეს ყურადღებას, ვინც ვისაც მოლოდინი ჰქონდათ, რაიმე კონტრაქტის, ვიზის, საბანკო ანგარიშები ყიდვა, გაყიდვის თვალსაზრისით, აი ძალიან დიდი სიხარული გაქვს სხვათა შორის სამი ადამიანი მოლაპარაკების გამზრდებით. ეს არის ახალი კონტრაქტი, ეს არის ახალი საბუთები, შესაძლებელია ეს ვიზაც იყოს. აი ძალიან მოულოდნელად უნდა გადაიჭრას და გადაწყდეს, რაც მოგიტან ძალიან დიდ სიხარულს, არა მარტო თქვენ, არამედ მთლიანად აი ოჯახის ენერგიასთან ერთად რაღაცას ხარობთ. ნახეთ, კიდევ აუცილებლად გავამახვილებ ორი ოდესე თქვით ყურადღებას იმას, რომ აი სადაც არის არაჯანსაღი მიჯაჭვულობები, ნახეთ, დამოკიდებული ენერგეტიკის თვალსაზრისით და ქაოსი საკმაოდ დიდი ხანი ურთიერთობებში ამ ადამიანისგან მოდის რაღაცა წინადადება, მაგრამ მე თქვენს ადგილას არ მივიღებდი ამ წინადადებას, იმიტომ რომ აი ეს არაჯანსაღი ურთიერთობა, დაფარული ურთიერთობები, დამოკიდებულებები და ასე შემდეგ, რეალურად ეს არის ადამიანი მანიპულატორი, მათყუ არა, რომელიც ცდილობს თქვენი რესურსების გამოყენებას, კი თქვენ ვერ უშვებთ, მაგრამ უნდა შეძლოთ მისი გაშვება ერთხელ და სამუდამოდ, რადგან ამას მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის უარყოფითი ენერგიები მოაქვს. უკან ხევთ როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსურ და მენტალურ მდგომარეობას აბსოლუტურად გინადგურებთ. აი ესეთი ადამიანი გამოჩნდება, ვისთანაც იხლა არის რაღაცა გაურკვეველი სცენარი, მისგან შემოთავაზება გექნება, თუმცა არ იქნება ეს შემოთავაზება საბოლოოდ მაინც მისაღები თქვენთვის. მე მაინც გაგაფრთხილებთ, რომ არავითარ შემთხვევაში მისგან არანაირი წინადადება არ მიიღოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია გაკვირდებათ, რადგან ეს არაფერს კარგს და სახარბიელოს არ მოიტანს გარდა ტკივილის და გარდა ისევ ღალატის. თუ გინდათ რომ ისევ იგივე წრეზე იტრიალოთ, კი ბატონო, თქვენი გადასაწყვეტია. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.